13 დღეა რაც მზია ამაღლობელი შიმშილობს და ამდენივე დღე არის რაც მისი კოლეგები თბილისსა თუ სხვა ქალაქებში მართავენ საპროტესტო აქციებს. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი არის რეჟიმის იმ უკანონო 52 პატიმარს შორის, რომელთა გათავისუფლებასაც ითხოვს საზოგადოება. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, ეს შეძახილები დღეს ისევ ისმოდა დედაქალაქში და საზოგადოებამ რეჟიმის ტყვეებს კიდევ ერთხელ გაუგზავნა უცვლელი გზავნილი, რომ ისინი არ არიან მარტო, რომ ისინი ახსოვთ და რომ გარეთ ყოფი საზოგადოება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თითოეული მათგანი გათავისუფლდეს. პროტესტის 58 და მზია ამაღლობელი შიმშილობის მე-13 დღე. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელმა ამ უკიდურეს ფორმას პროტესტის მიზნით მიმართა. ის მხოლოდ წყალს იღებს და ამ ფორმით უკანონო დაკავებას აპროტესტებს. მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციები მისი დაკავების შემდეგ სისტემატიურად იმართება. ასე იყო დღესაც. მისმა კოლეგებმა მთავარი გზავნილი გაუგზავნეს მზიას, რომ ის მარტო არ არის და იბრძოლებენ მის გათავისუფლებამდე. ჩვენ არ გავჩერდებით და რაც არის მზიას გზავნილი, ვიდრე დროა ვიბრძოლებთ ბოლომდე. ძალიან მნიშვნელოვანია ის სოლიდარობა, რომელსაც ჩვენი გამოცემა და მედია იღებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან, ჩვენი მკითხველებისგან და მოქალაქეებისგან, ვისაც ამ ქვეყანაში სურთ დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება. ჩვენი სათქმელი კვლავ არის იგივე და მკითხეთ თავისუფლება მზიას, თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს. შეუძლებელია რომ კოლეგებს მზიას თავისუფლება დაგვავიწყდეს. თუ ამის იმედი აქვს ხელისუფლების რომელიმე სტრუქტურაში ვინმე ძალიან ცდება, იმიტომ რომ ვიდრე ვართ თავისუფლები, ვიდრე ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ იარსებობს თავისუფალი, კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია, გამორიცხულია რომ მზიას ტყვეობას ჩვენ შევეგუოთ. ეს არ მოხდება არასდროს და ვიბრძოლებთ ყველაფრით, ყველა ხერხით, ყველა გზით, რომ მზია რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს, თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს. ჟურნალისტებს დღეს ხელოვანები და ის ადამიანები შეუერთდნენ, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ ყოველ დღე იკრიბებიან ქალაქის მთავარ გამზირზე. მათი მთავარი მოწოდებაც მზიას და რეჟიმის კიდევ 52 უკანონო პატიმრის გათავისუფლება იყო. მათი თქმით, საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ ავტოკრატიულმა რეჟიმმა კრიტიკული მედიის ხმა ჩაახშოს. თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს. მედიის გაჩუმება დღეს მართლაც თბილისის ტოლფასია ჩვენი დემოკრატიისთვის, იმიტომ რომ მედია არის ხელისუფლების არაოფიციალური, მაგრამ მეოთხე შტო, ძალიან მნიშვნელოვანი შტო. სიმართლის ცოდნის გარეშე უიარაღოთ ხარ. ჩვენი ყველაზე დიდი ძალა ახლა არის, რომ ჩვენ ვიცით სიმართლე და ჩვენ ამ სიმართლეს ვამბობთ ხმამაღლა. მზია ამაღლობელმა ერთგვარი სინდისის სილა გააწნა პოლიციას და იმ ეგრეთ წოდებულ სამართალდამცავებს. მან სინდისის სილა გააწნა ამ ხელისუფლებას და მზია ამაღლობელი არის ნამდვილად სინდისის პატიმარი. ზოგადად მედიის დაჩოქება, მედიის გაკონტროლება, რა თქმა უნდა არის რეჟიმის მთავარი მიზანი. ეს არ მომხდარა ჩევარდნაძის დროს, მე ვიყავი ჟურნალისტი, არც სააკაშვილის მმართველობის დროს, ეს ხდება აქ და ახლა. ყველაზე მწარედ, ყველაზე მწვავედ ჩვენ გვიკრძალავენ უკვე ალბათ აგვიკრძალავენ წიგნების წერას, ფილმების გადაღებას, თავისუფლად თვითგამოხატვას, თავისუფალი სიტყვის გაჟღერებას და ეს ყველაფერი ეს რეპრესიები უკვე ცალსახაა რომ დაიწყო. მოშიმშილე მზია ამაღლობელი რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა ნიკა გვარამიამ. მან ჟურნალისტის დაკავებაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაციაც მიაწოდა. ის ასევე არ გამორიცხავს საერთაშორისო ასპარეზზე მის ადვოკატირებას. ოთხშაბათს ვიყავით ციხეში ქალბატონ მზიასთან, იგი ძალიან მხნედარი შიმშილობს, მისი გულშემატკივრებისთვის ეს არ არის ასიამოვნო, მაგრამ მისი გადაწყვეტილება, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება მისი ჯანმრთელობის კუთხით და მალე ვიხილავთ მას გარეთ, რაც თავარია. მე პირადად უკვე პრაქტიკულად ყველგან გავაგზავნე წერილი, სადაც შემეძლო და კიდევ ვაპირებ, რომ ეს წერილები გავაგზავნო. უფრო მეტი დეტალით ჩვენ აქ რეალურად გვაქვს წამები
დაკავების ფაქტი პირდაპირ მნიშვნელობით შემიძლია გითხრათ და შესაბამისად რეაგირება უნდა იყოს ძალიან მკაცრი და გაცილებით უფრო მაღალი ზეწოლის ქვეშ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლება. მე ვაპირებ რომ პირადადაც წავიდე და ქალბატონ მზიას ადვოკატირება მოვახდინო საერთაშორისო ასპარეზზე. მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ საერთაშორისო მედია ორგანიზაციები. მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და შეწყვიტოს მედიის მიმართ უპრეცედენტო რეპრესიები. ასევე მოვითხოვთ მისი დაკავებისას განხორციელებული ძალადობის ფაქტების სრულყოფილ გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების დასჯას. მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. მას პოლიციელზე, კონკრეტულად კი ბათუმის პოლიციის უფროსზე ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. იურისტების განმარტებით მას სასამართლომ არარსებული მტკიცებულებების მიუხედავად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ახლა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც მის უფლებებს იცავს, სტრასბურგში გასაგზავ საჩივარს ამზადებს. უფლებადამცველები მის პატიმრობას ასაჩივრებენ. მათი შეფასებით ეს არის მისი დარღვეული უფლებების აღდგენის ერთადერთი გზა, ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. ემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მისამართად, იმიტომ რომ პატიმრობის საკითხზე უკვე ამოწურულია ქვეყნის შიგნით გასაჩივრების მექანიზმები. ამ შემთხვევაში მხოლოდ პატიმრობასთან დაკავშირებული საკითხის გაგზავნა შესაძლებელი სტრასბურგის სასამართლოში, თუმცა, რა თქმა უნდა, აქ არსებობს ბევრი სხვა უფლების დარღვევა, მათ შორის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მიმართული გვაქვს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისთვის და გამოძიება დაწყებულია როგორც დაგვიდასტურეს. თუმცა ჩვენ ველოდებით იმას, რომ დროულად მოხდეს მზია ამაღლობელისთვის დაზარალებული სტატუსის მინიჭება, რომელიც ჯერჯერობით არ მიუნიჭებიათ მისთვის, რაც ასევე დარღვევა. იურისტები სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის დარღვევას იდავებენ, რომელიც გამოიყენება თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევაში, რადგან მას სასამართლომ პატიმრობა უკანონოდ შეუფარდა. პარალელურად საქართველოში მზიას მხარდამჭერი აქციები გრძელდება. მისი კოლეგები კი მთელი ქვეყნის მასშტაბით უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გადაეგზავნებათ.